მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, პოლიტიკურ პატიმრებს. ცოტა ცუდად ისმოდა და ბოდიში თუ რაღაც ხარვეზი იყო. მე როგორც გავიგე, კითხვა ეხება ბატონი ირაკლი კობახიძის ღია წერილს, რომელიც გამოაქვეყნა რამდენიმე დღის წინ, რომელიც შეეხებოდა რუსოფობიას. მე ეს გავიგე შემდეგნაირად. როგორც წესი, როცა ასეთ წერილებს აქვეყნებს კობახიძე და როცა რამე განცხადებას აკეთებს ზოგადად ქართული ოცნება, აქვს ხოლმე რამდენიმე მიზანი, არ არის ხოლმე ერთი მიზანი. ამ შემთხვევაში რამდენიმე მიზანი ჰქონდა ამ წერილს. მე შევეცდები, რომ ზოგიერთი მათგანი ვთქვა, რა მიზნებს ისახავდა ეს ღია წერილი. პირველი ეს იყო გაგრძელება იმ განცხადებების, იმ უკვე მიღებული თუ ინიცირებული საკანონმდებლო აქტების, რომელიც მიიღო პუტინმა რუსეთში. ცოტა ხნის წინ მან განაცხადა, რომ ის აპირებს რუსოფობიასთან იბრძოლოს ყველგან მსოფლიოს ყველა წერტილში. აი ამ განცხადების გაგრძელება არის კობახიძის წერილი, რითიც არა მხოლოდ წერილი, ბატონ გია, თუ გესმით ახლა ჩემი ხმა, დღეს გააკეთა მან განცხადება და თქვა, მთელი ოპოზიცია პრაქტიკულად გამოაცხადა რუსოფობებად და დიახ, ჩემი ალუზიაც იყო სწორედ პუტინის აი ამ იდეოლოგიასთან, როცა ის რუსოფობიის საფარქვეშ აწარმოებს დაპყრობით ომებს, სისხლიან ომებს საქართველოში, ახლა უკრაინაში. ანუ მიზანი ამ ღია წერილის ერთი იყო ეს, ანუ ეს წერილი არის ფაქტობრივად აი სარკისებრი რაღაცა ანარეკლი იმისა, რაც პუტინმა ცოტა ხნის წინ განაცხადა და რასაც ის ზოგადად აკეთებს. ხო, საკანონმდებლო დონეზე აქვს უკვე ეს ყველაფერი მიღებული. მეორე, მე მგონია, რომ ეს არის იმ კამპანიის გაგრძელება, რომელიც დიდი ხანია დაწყებული აქვს ქართულ ოცნებას. კამპანია, რომელსაც მე ბოდიშის კამპანიას უწოდებ. ამ კამპანიის მიზანი არის, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დაადანაშაულოს ომში, საერთაშორისო პოლიტიკაში და საერთაშორისო ურთიერთობებში. არ არსებობს ბოდიში, თუ რომელიმე სახელმწიფო იხდის ბოდიშს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას დანაშაული აქვს ჩადენილი ქართულ ხალხს და საქართველოს სახელმწიფოს დანაშაული არ ჩაუდენია და როცა ვთქვათ ვინმეს დანაშაულზე, რომელიმე სახელმწიფოს დანაშაულზე არის საუბარი, როგორც წესი სახელმწიფოები ამ დანაშაულისთვის საკმაოდ დიდ ფასს იხდიან და მე მგონი ეს ფასი ამ შემთხვევაში, რაც აქვს პუტინს მიზნად და რაც აქვს როგორც ჩანს ქართულ ოცნებას მიზნად, არის ის, რომ საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი წაიღოს რუსეთის ფედერაციამ. კიდევ ერთი მიზანი, ჩემი აზრით, არის ის, რომ შექმნან საქართველოს მოქალაქეებში ძალიან დიდი ბუნდოვანება. ეს ახასიათებს ზოგადად ასეთი ტიპის ავტორიტარულ, ტოტალიტარში გადამავალ რეჟიმებს, იმიტომ რომ ამ წერილში თუ წაიკითხავთ და განცხადებებშიც ხო ვერ გაიგებ თავს და ბოლოს, ანუ ერთი აბზაცი მეორეს ეწინააღმდეგება, წინა შემდეგთან მოდის წინა, ისევე როგორც განცხადებებიც, დღევანდელი განცხადებებიც ურთიერთგამომრიცხავია. კობახიძე ამბობს, რომ დანიშნულები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები deep state-ის მხრიდან მთავარ რუსოფობებად, მათ შორის თქვენი ოჯახის წევრებსაც ასახელებს ელენე ხოშტარიას, ვანო მერაბიშვილიც კი გაიხსენა. ანუ რაღაც დახტის ეპოქასა და დროში, აზრებსა და ბრალდებებში. ჯერ ამბობს, რომ ეს ის ხალხია, რომელმაც რუს ტურისტებს კარი გაუხსნა, ამაში ადანაშაულებს წინა ხელისუფლებას, რომ uvizot შემოუშვა რუსი ტურისტები, მაგრამ პარალელურად საქმე აღძრა საბოტაჟი მუხლით, ვინც რუს ტურისტებს ხელს უშლის საქართველოში. ანუ ძალიან ისეთი ქაოტური და დამაბნეველია ყველა ეს განცხადება. ეს რამდენად საშიში სიგნალების მატარებელია, ბატონ გია და თან უნდა გავითვალისწინოთ დრო. ხვალ დაიწყო ომი. 18 წლის წინ.
დიახ, მიზანიც ეს არის, რომ აი ეს ბუნდოვანება იყოს საქართველოს მოქალაქეებში, იმიტომ რომ ის ხო ახლა პირდაპირ იმას ხო არ იტყვის, რომ ჩვენ რუსები ვართ და ეს გამორიცხულია, რომ საქართველოში რომელიმე მთავრობამ ასეთი რამე გარისხოს, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეებს ახსოვთ რუსეთის უკანასკნელი 230 წელი საქართველოში რა მოიტანა საქართველოში რუსულმა მმართველობამ. შესაბამისად, აქ არასდროს პოპულარული არ იქნება ღიად რუსობის თუ პრორუსობის დაფიქსირება, ამიტომ ჭირდებათ მათ აი ეს ბუნდოვანება შექმნან ადამიანების გონებაში. ეს ასე იყო რუსეთის იმპერიის შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებაში ყოველთვის იგივეს აკეთებდნენ ზუსტად 100 წლის წინ, ზუსტად იგივე, ანუ აი ლექსიკაც კი იგივე არის ძალიან ხშირად. რა თქმა უნდა, ამის ერთ-ერთი მიზანი არის ამ რუსულ აგრესიაში ცხადია რუსეთის გამართლება, რუსეთის გასუფთავება, რუსეთის გაწმენდა. ხო, კიდევ ერთი მიზანი, რა დავთ, ჩემი აზრით, არის პასუხი აი იმ უკმაყოფილებაზე, რომელიც არის დღეს საქართველოს მოქალაქეებში მასობრივად შემოსული რუსეთის მოქალაქეების ქცევასთან დაკავშირებით. ეხლა შეიძლება ტურისტი მისასალმებელი იყოს ქვეყანაში, მაგრამ ნებისმიერი ვინც ამ ქვეყანაში შემოდის, ჩვენ ასე ისიც გვაქვს ხო გამოთქმა, სადაც ახალ კუდი უნდა დაიხურო, ხო, ქცევა, როგორც ისინი იქცევიან და ალბათ სიმრავლეც, იმიტომ რომ აი სადაც არ უნდა გახვიდეთ, მარტო რუსულ ლაპარაკს ისმენთ. ამ რაღაც უკმაყოფილება გამოიწვია საქართველოს მოქალაქეებში, ეს შესამჩნევია. და როგორც ჩანს დააპირეს, რომ აი ამ უკმაყოფილების გამოხატვა იქნება დასჯადი. ეს არ შეიძლება რომ იყოს გამოხატული. ხო, ანუ როგორც ჩანს არის საქართველოს მოქალაქეების დაშინების და შეშინების მცდელობაც, რომ აი უკმაყოფილება რუსეთის მიმართ არ არის მისასალმებელი და ეს იქნება დასჯადი. მე ვფიქრობ, აი ამ მიზნებს ისახავდა და რასაკვირველია დროც, რა თქმა უნდა, ყოველთვის ჩვენ ამას უკვე მიგვაჩვია ფაქტობრივად ქართულმა ოცნებამ ჯერ იყო და გახსოვთ თქვენ მათი შერჩეული კანდიდატი პრეზიდენტობის პირდაპირ თავის ერთ-ერთ Facebook პოსტში პირდაპირ ბრალსდებდა საქართველოს ომის დაწყებაში და ბოლო წლების განმავლობაში ისინი მუდმივად საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს ადანაშაულებენ 2008 წლის რუსულ აგრესიაში. ეს ახალი არ არის და ყოველ წელს ამას იმეორებენ. რამდენი წელია ისინი საუბრობენ ომზე, სადაც მეორე მხარე რომ რუსეთია და რუსეთი აგრესორია, ამის დასახელებისგან თავს იკავებენ. ჩემი აზრით, აი ეს მიზნებია, აი ეს ამოცანები აქვთ, ეს ამოძრავებთ, როცა ასეთი ტიპის წერილებს წერენ, ან კიდევ ასეთ განცხადებებს აკეთებენ. სამართლებრივი წინაპირობების შექმნა რუსეთისთვის, იმისთვის, რომ მიითვისოს საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ძალიან დიდი მადლობა აბატონგიამ, დიდი მადლობა ჩართვისთვის. სხვა დროს უკვე სტუდიაშიც გელოდებით. გეჯაფარიძე დიპლომატი გვერდებოდა პირდაპირ